მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვიმყოფებით ისევ ამ შესანიშნავ მცხეთის გუჯარი ქვია ამ ადგილს. გულამაზესია ერგული ყველაფერი, თავს დავქათქათებს გარეთ ჯვარი და აქეთ სხვეთი ცხოველი, აქეთ მშვენიერი სამთავროს მონასტერი და არის განწყობილება თბილი და შემოდგომიური. ჩვენთან არის სტუბრად ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქალბატონი, პოეტი ლია სტურუა. მინდა რომ ჩვენი ტელემაყურებლების სახელით მოგილოცოთ კიდევ ერთი აღიარება, რომ თქვენ საბას პრემიის ლაურეატი გახდით. ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ჯილდოები თქვენ ბევრი გაქვთ მიღებული. ეს არის გალაქტიონის პრემია, ილია ჭავჭავაძის, ჩემო ბატონო, შოთა რუსთაველის და ასე შემდეგ და ასე. ახლა საბა დაემატა ამას. საერთოდ ჩვენმა ტელემაყურებელმა ქალბატონოლია, რომელიც თქვენ ლექსებს კითხულობთ უკვე საკმაო ხანი არის, ძალიან კარგად იცის თქვენი უცნაური და ორიგინალური პოეტური ხილვები და პოეტური სახეები და აი ასე ძალიან ძლიერი ინტელექტუალური ნაკადი, ასე ვთქვათ, პოეზიაში, რომელსაც თავდაპირველად თქვენ რო გამოჩდით, მიაღწია ყურადღება ბატონმა გურამ ასათიანმა. ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, საბას პრემიის მონიჭება და მე ვთქვი და მაშინ აქაც გავიმეორებ, იმიტომ რომ ახალი რა უნდა თქვა ამის შესახებ, რომ სულხან საბა ძალიან ახლობელია ჩემთვის. სულხან საბას ლექსიკონს ვკითხულობ ხოლმე როგორც ლექსს, როგორც პოემას. თვითონ სიტყვა ჟღერს, იმიტომ რომ პოეზია ხო სიტყვის ხელოვნებაა და თუ არ იცი შენ ეს სიტყვა, თუ არ ყავს ან მოთვინიერებული, ან თუ არ გებრძვის, ან თუ არ გიყვარს, ის ადამიანივით არის. აი ამ სიტყვასთან ყოველი შეხება ძალიან მნიშვნელოვანია და სულხან საბას რო ვკითხულობ ვარ ამ სიტყვების სამყაროში და კიდევ ერთი ძალიან ხშირად ვიმეორებთ ცნობილ ფრაზას დოსტოევსკის, რომ მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს და სულხან საბამ მე-17 საუკუნეში თქვა, რომ მშვენიერი არს ყოვლის კეთილით შეფერებული. ესე იგი მოგვიტანა ესთეტიკური სათნოება და მოყვება დღემდე ეთიკა და ესთეტიკა განუყოფელი უნდა იყოს ერთმანეთისგან. მეორე წიგნი სულ ახალი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასიამოვნო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ წერდი, შემოქმედების პროცესი არის დიდი ბედნიერება, ერთ-ერთი მთავარი ბედნიერება ცხოვრებაში, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რამაც გამაძლებინა და კიდევ გამოვიდა ჩემი წიგნი, ჩემი რომანი დაიბეჭდა შეგრძნებების რომანი ლიტერატურულ პალიტრაში და ინტელექტმა. ადრინდელი რომანის ვარიაცია ალბათ, არა? არა, იცით როგორ არის, ადრე დაწერილია, მიწერია კიდეც, რომ არის 90 2003 თუ 4 წელი, იმიტომ რომ ჩონჩხი არის, ფაქტიურად არის ამ ომზე, მე გათამაშებულია იქ რაღაც მითოლოგია, მაგრამ ფაქტიურად არის რამდენიმე წლის, აი ახლა დამთავრებული ახლახანს და გამოიცა ინტელექტის მიერ. აი ამდენად ნაყოფიერი წელი მქონდა წელს. ძალიან კარგი არის, როდესაც უკვე სახელოვანი მწერალი, პოეტი, კრიტიკოსი სულ ერთია, ლიტერატურის წიაღში მოღვაწე ადამიანი შეამჩნევს ახალგაზრდას და იმას ძალიან კარგ შეფასებას მისცემს და სწორ შენიშვნას მისცემს. აი ამ ახალი თაობებიდან რამდენიმე 2-3 თაობა ვთქვათ, მოდიან და მოდიან, წლები გადის, ისინი მოდიან, ხო ასეა წესი.
რაი რომელმა თქვენი სიმპათია დაიმსახურა. ამის თქმა ძნელია რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ ვთქვათ ყველა თქვათ, ორი თქვით თუნდაც. არა, გვარის დასახელება ცოტა ძნელია, მაგრამ მე მაშინ არ ვიცი ბოდიშს მოვიხდი საზოგადოებასთან და პოეტებთან, შეიძლება რამდენიმე გვარი დავასახელო და ყველა ვერა, მაგრამ ფაქტი ერთია და მთავარი და მნიშვნელოვანი, რომ მოდიან კარგი პოეტები და კარგი პროზაიკოსები და არიან კიდე ჩვენ ახლა 50 წელს მიღწეულ ზოგჯერ ახალგაზრდას ვეძახით, მაგრამ ხო ჩემთვის შეიძლება ის ახალგაზრდა ნამდვილად არიან კარგი პოეტები და მწერლები. აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. კარგი ცვლა მოდის ასე რომ ვთქვათ. კარგი ცვლა მოდის. კი არა, აი ახლა ხანს გავიცანი, საერთოდ ქუჩაში შემხვდა და გამაჩერა სულ პატარა ბიჭი, სტუდენტია მე მგონი ბექაყურში. და აღმოჩნდა რა რომ წინა დღეს ვიყავით ჩემ მეგობართან და გადავხედეთ ცხელ შოკოლადს და იქ იყო ამ ბიჭის ლექსები და მომეწონა და ქუჩაში რომ შემხვდა ცხადია სახეზე არ ვიცნობდი და გამაჩერა და მოკლედ ძალიან მინდა თქვენი გაცნობაო და თქვენთან ლაპარაკი და დაველაპარაკე და რა გვარი ხართ მეთქი და რომ მითხრა გვარი ой მეთქე გუშინ თქვენი ლექსები წავიკითხე და მომეწონა ესეთი დამთხევა მოხდა ეს არის ერთი მრავალი პოეტი ღმერთმა დაგვეფაროს, მაგრამ არის რამდენიმე მართლა ძალიან საინტერესო. რატე ამაღლობელი, მაია სარიშვილი, შოთა იათაშვილი, ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, შესანიშნავი პოეტია, ახალგაზრდა, ელა გოჩიაშვილი. გიორგი ლობჟანიძე, აი ძალიან გარდა იმისა, რომ კარგი პოეტია, არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს, ყურანი თარგმნა, ამხელა ურთულესი და შესანიშნავი. დიდ ქართულ ტრადიციებს აგდელებს აი თარგმანში და მადლობა მას. ქალბატონო ლია, აი თქვენ ხართ ქართული სიტყვის მეგობარი, თქვენ ხართ სიტყვიერების სამყაროში, გძინავთ, საქმიანობთ ყვავილებს კრეებთ ასე რომ ვთქვათ პოეტურად. თქვენი მეგობარი ძალიან ბევრი ამ ქვეყანაზე, მაგრამ მე და ერთი ყველაზე ახლობელი მეგობარზე ერთი სიტყვით მაინც. ადრე არ გეკითხებოდით ხოლმე, იმიტომ რომ ასე იყო, მაგრამ წლები გავიდეთ და ბატონი ალგუჯამი და თქვენი მე მაგალითად მახსოვხართ როგორ, აი, როდესაც გაიხსნა ვახტანგ გორგასალის ძეგლი, მე და ლაშა გახარია და ავთო გაფრინდაშვილი ასეთი ახალგაზრდები იყვნენ აღარ არიან ამოვედით და იქ თქვენ იყავით იმ გახსნაზე და ამბობდნენ რომ აი ასეთი ამბავი ახალი მაშინ მოვაწერეთ ხელი ზუსტად წინა დღეს წარმოგიდგენიათ რამდენი წელი გავიდა და დიდი სიყვარულით ჩვენს გიყურებდით ამშვენებდით ამ ლამაზ და ნიჭიერებით სავსე ვაჟკაცს კაცს და იყო ძალიან ლამაზი დღე თანაც ვახტანგ გორგასალის ძეგლი იდგმებოდა რაღაც ვიცი რომ სევდა არის ყველაფერი, მაგრამ რაღაც სანსიამაყეც ხო არის დიდი. რა თქმა უნდა, მაგრამ სევდა სრულიად მოუცილებელი, იმიტომ რომ დრო მკურნალი არ არის, დრო უბრალოდ გეხმარება რომ თავი ხელში აიყვანო, ხალხის თვალწინ რაღაც არ იტირო, რაღაც შენი დარდი არ გაამჟღავნო, ნორმალურად მოიქცე, ამაში დრო ნამდვილად გეხმარება, მაგრამ როცა მარტო რჩები არაფერი ამ სევდას და დარც არ შვილებს. იქ რო წერია ერთ წიგნში რომ რაც მე ცხოვრება თავს დამათია თქვენს მშვიდობიანს ასდეს ხომალდებსო. ვარსა ძალიან ბევრი რამე გადავიტანეთ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მაინც მუშაობდა პოეტი ხო ამ წლებში. და სოციალურ მათემატიკამ ხო არ იზალა სოციალურ თემას შექმნილ ლექსებმა. არა. მე სოციალური შემოდის შენში, იმიტომ რომ არ შეიძლება არ შემოვიდეს, ხო ძალაუნებურად. ახლა როდესაც მე-12 სართულზე სხვათა შორის ელგუჯასაც მოუსწრაფა სიცოცხლე ამან და მეც გამიფუჭა ჯანმრთელობა იმ უსინათლობის პერიოდში მე-12 სართულზე, რომელსაც სახლს ჰქონდა მხოლოდ სახანძრო კიბე, ეს ასვლა იყო საშინელება. უმძიმესი, იმიტომ რომ სუსახში ხორეჯდებოდი, გავიდოდით სადღაც, მოვიდოდით და ელგუჯამ და ნეტა შეიძლებაოდეს ქუჩაში დაძინება და იქ არასვლა. ან წერა როგორია სიბნელეში სანთლის შუგზე გაყინული ხელებით. ეს შემოდის სოციალური ამის გარეშე არ არსებობს, მაგრამ იცით, სოდმე პუბლიცისტი არ ვარ ალბათ მოწოდებით, ბუნებით, თუმცა კი ამ ბოლო დროს ერთი ლექსი დავწერე ის ციხის კადრები რომ ნახე აი ისე შემზარა ეს ყველაფერი იცით იხარშება შიგნით და გამოდის, მაგრამ შეიძლება სულ სხვა თემაზე დაიწეროს, შეიძლება
ძალიან ლირიკული იყოს და ძალიან შენი განცდისეული, მაგრამ რა თქმა უნდა ეს თემა მუშაობს რა უსათუო და იმ რომანში არის რა საკვირველია ეს. ქალბატონია მე უნივერსიტეტის იბედნიერ წლებში, როდესაც მე იქ მომეტია ყოფნამ, თქვენ იყავით უნივერსიტეტის ლექტორი. და 19 საუკუნეს ასწავლეთით, ხო? მე-20 საუკუნეს. დიახ, გალაქტიონის დისერტაცია გაქვთ დაცული თქვენ გალაქტიონის ფერების სიმბოლიკებზე, ხო? და ალბათ გალაქტიონი ჩვენი ერთი უდიდესი პოეტთაგანი არის და თქვენზედაც ძალიან თქვენი სულით საკმაოდ გაათბო და გააშუქა რა. ლექსები მაქვს ერთი 3 თუ 4 მიძღვნილი გალაქტიონის. დიახ, ამიტომაც გეუბნებით. გალაქტიონზე ლექს წაგიკითხავ ზუსტად მიძღვნილ გალაქტიონისადმი და ლექციებზე 2 სიტყვას ვიტყვი. ლექციის კითხვა სრულიად სპონტანურად მოხდა ისე რომ ასპირანტურის მეორე კურსიდან დავიწყე და როგორ ვიყავით მაშინ კინოს სახში აჩვენებდნენ ფილმებს რომელსაც ქალაქში არ აჩვენებდნენ და აჩვენეს 8 ნახევარი ფელინის. და წარმოიდგინეთ ახლა იმ დროს ეს დიდი ხნის ამბავია ხო? ეხლაც კი იგივე შთაბეჭდილება მაქვს რომ უყურებ. და ვნახე და გაოგნებული თავი ამტკივდა, შაკიკი მაქვს ბავშვობიდან, თავი მისკდება, გაოგნებული ვარ ამ ფელინი ხო პოეტივით აზროვნება და მეტაფორები და მხატვრული ხატები, საოცარი ხატები და მოვედი სახში გაოგნებული თავი მაქვს გატენილი 100 ფუთია რაღაც ფერებით, მეტაფორებით, ხატებით რეფრენებით, რომ რეფრენებიც აქვს ლექსივით ფილმში და უცებ მირეკავენ, რომ ავად გახდა. კაცი, რომელსაც უნდა წაიკითხა ლექცია მეორე თუ მესამე კურსზე და მე უნდა შევცვალო მე-20 საუკუნის ლიტერატურაში. და რა უნდა მექნა? აღელვებული, თავადკივებული, წამლის დალებაც ვერ მოვასწარე, მივედი, მაგრამ ეს იყო მე მგონი ჩემი ყველაზე კარგი ლექცია, რაც წამიკითხავს, აი ასე უცებ და იმპროვიზებულად. ზოგჯერ ამბობენ, რომ აი მეცნიერიც არის. არ ვარ მე მეცნიერი, დისერტაცია დავიცავი, იმიტომ მხოლოდ კი, ალბათ მე სიამოვნებით მუშაობდი, იმიტომ რომ გალაქტიონზე იყო და რა თქმა უნდა ვიმუშავე, მაგრამ იმიტომ რომ მითხრეს, რომ ლექციის წაკითხვის უფლება აღარ მექნება, რაც მიყვარდა ძალიან. და უნდა ჩავატარო პრაქტიკულები და სემინარები და რა ხან პედაგოგიური ნიჭი ნამდვილად არ გამაჩნია, ამიტომ შემეშინდა და დავიცავე დისერტაცია. ეხლა წაგიკითხავთ ლექს გალაქტიონზე. ეპიგრაფად აქვს, რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია, რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო. შემიშვი თოვლის სამშობლოში, გემუდარები, სადაც მზე არის ლურჯი თოში, ვერცხლის ზარები, სადაც შენახარ ღვთის ზამთარი და არა ლოთი, უსასრულობას რომ ამთავრებ თვალების ძროთი, ალბათ ამასაც გაყიდიან რომ ისცენება, ბავშვსაც ზეცაში რომ კიდია მიმოზის თმებით, ეს პალტო ოფლით გაზინთული თმა ქერტლიანი, გინდათ გიჟის და ღვთის სინთეზი მრავალწლიანი, რა თავში იხლით მეტაფორას განსაკუთრებით, გინახავთ სისხლი გადმოხრილი ფანჯრის კუთხიდან, ამ კუთხეს კიდე ვიდაყვები, რომ მივახმარო სევდის კიდეზე გაშენდება ჩემი სამყარო, შენ შემიყვანე მის სიღრმეში ქარების მხრიდან და ცოტა მაინც შემიყვარე იმ შენი ციდან. ჩვეულებრივი ლექცია, თბილი და საყვარელი. მე მიყვარს ძალიან, რა თქმა უნდა, აი სონეტები მიყვარს განსაკუთრებით. აი სონეტს დავიკითხავ კი. ანტიკური სონეტი. ხო? როგორ უყვარდათ, რა მზე იყო, რა თეთრი ჭირი, რა ნექტარს სვამდნენ ვულკანების ცხელი ყელიდან, ხალხი კლდოვანი, მარმარილოს მკრთალი ელიტა და სისხლის ტბაში მობანავე ბრინჯაოს გმირი, ზღვა იყო ღმერთი, მიწაცა და ჰაერიც ღმერთი, ერთს რომ უყვარდა ჩვენი გმირი, მეორე კლავდა, ხან ქუსლი ქონდა მას უმწეო და ხანაც მკლავი, რომელზეც ქალი დაეწვეთა მდინარე თეთრი, ისიც გაზრდილი წოთისოფლის ურძეო ხსენით, ფუთ ბრინჯაოში ერთი სუსტი ქუსლის მჩხრეკავი, სისხლის აღრევა, სისასტიკე მრუში გენები, გველის წიწილებს მარმარილოს ტორსებს ჩეკავდნენ, მერე ყველაფრის პოეზიით გადამლეკავი,
თვალებ დათხრილი ჰეგზამეტრი იდგამდა ენას. ძალიან ისედაც ჩარჩოებში ჩაკეტილი არის 14-ებში ეს ჩვენი სონეტი და თქვენ ისე ადვილად თავკიდურად და ესე იგი შიდა რითმებით ძალიან რთულად დაგიტერიათ. ძალიან კარგი არის. თქვენ სულ თბილისში იყავით, დაიბადეთ თბილისში, გაიზარდეთ თბილისში და სოფელიც არ მაქვს სამწუხაროდ. სოფელიც არ გაქვთ, ხო? და არც გსურდათ თორე ერთ პატარა იმას საქმეა, სოფელი თქვენ რო თქვათ ახლა მაგალითად მე მინდა ამ სოფელში პატარა ქოხი მქონდეს. ურბანისტი ვარ, საშინელი არა. მინდა რაც მინდა ხა ეს სათქმელი არ არის, მინდა ერთ ადგილას მქონდეს პატარა ქოხი არის, პატარა ოთახი, მაგრამ არ არის სათქმელი. აი, ევჯგარეში არის რომ მათ ვისაც ეს შეუძლიათ და ვისაც უყვართ პოეზია, გამოგეხმაურებიან. ასეთია ჩვენი საქართველო. ვისაც უნდა აი დავენიძლები რომ ეს ასე მოხდება რა. ძალიან კარგი იქნება, მე წინასწარ მას მადლობას ვუხდი. კონდეს ქალბატონიას პატარა სენაკი სათხოს და იყოს იქ. ხანდახან როცა მოუნდება. დიდი მადლობა. მაგრამ ეს ბათუმია და არა სოფელი. რომელიც მიყვარს, აი ბათუმში რო ჩავდივარ, იცით რა? ახალგაზრდობაშია მხოლოდ ადამიანი უმიზეზოდ ბედნიერი. ყველას აქვს ქალბატონია, თავის სურვილი რომ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვარ ჩვენო და ამ ხელა ლიტერატურის წარმომქმნელი ქვეყანა ვარ. ჩვენ გენეტიკაშია არის თავისთავად დაბადებიდანვე რომ გაუცნობიერებელი სიყვარული ლიტერატურის მიმართ. მე ვარ მასწავლებელი სკოლისა, ხო და წლებია უკვე გადასულ სკოლაში მაქვს ურთიერთობა და რა ადვილია მათთვის და რა მშობლიურია ეს ყველაფერი თუ კარგად მასწავლებელი ასწავლებს, თორე ბავშვი დაბადებიდან ყველა ზარმაცია, ხო? რა თქმა უნდა. სწავლა უნდა. აი ის რაც თქვენ თქვით ბავშვებთან და სკოლასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. ძალიან, იმიტომ რომ შემოიღეს ადაპტირებული ტექსტები, რომელიც არავითარ ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს უფლება ჩემი აზრით თავზე მოვახვიო ვინმეს, ჩემის აზრით ადაპტირებული ტექსტი არაფრით არ შეიძლება. ნუ ასწავლი ბავშვს ვეფხისტყაოსანს, მაშინ ვთქვათ, როცა არ შეიძლება ცოტა გვიან ასწავლე, ცოტა მაღალ კლასებში ასწავლე, მაგრამ დაბალ კლასებშიც რო ასწავლო, იცით, ის ვერ გაიგებს. მაგრამ ის რომ ისმენს აი ამ პოლიფონიურ მუსიკას, ის რომ გრძნობს რაღაც მე-6 თუ მე-7 გრძნობით ჩამალულ, არაცნობიერიდან ამოსული გრძნობით აი ამ ხატებს, სახეებს, ფერწერას, ის ილექება, შეიძლება არ ესმის მას და მე, როცა ეს უკვე შეგნებულად წაიკითხავს იგივე ვეფხისტყაოსანს, ის გაიგებს მაშინ ყველაფერს, მაგრამ ბავშვს სულ თავიდან უნდა ასმენინო ლექსი, მე საკუთარ მაგალითს გეტყვით. ეხა კი დიდია ჩემი შვილიშვილი 16 წლის არის, მაგრამ როცა პატარა იყო, ასე 12-13-ის და ახლა პოეზიის მიმართ რა თქმა უნდა არავითარი ის არ ქონდა მიდრეკილება, აი დავინტერესდი უბრალოდ დავსვი ბავშვი და უთხარი, ეხლა მე შენ წაგიკითხავ ერთ ლექსს და მომისმინე. თავიდან რაღა თვალები გაურბოდა აქეთ-იქით. წავიკითხე გალაქტიონის ლურჯად ცხენები. და დავიწყე, ხო, აი მეც რაღაც ავყევი, მე მიყვარს ლექსების კითხვა, გალაქტიონის მით უმეტეს და როგორც ცეცხლის ნამქერი ჩამალმზით ნაფერი ელვარებ და ნაპირი სამუდამო მხარეში არ ჩანდა შენაპირი ვერ ნახე ვერაფერი ცივი და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. გძნობ რაღაც აუტიზმი დაავადებულივით ვირწეოდი ამ ლექსის რიტმში, ბავშვი ამყვა და რომ დავამთავრე, მეუბნება დედა ლია რა კარგი ლექსია. აი ეს უნდა გააკეთო სულ და ადაპტირებული ტექსტი არის მავნებლობა, მე ახლა ვერ ვიტყვი რომ კომიქსი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ არის ქვეყნები კომიქსებზე გიждდებიან, მაგრამ ჩემის აზრით კომიქსი ცოტა ზედმეტად მარტივია. ბავშვს უნდა თავიდანვე შეაყვარო პოეზია და მე ან ეყვარება, ან არა, ან გახდება პოეტი, ან პოეზიის მოყვარული და პოეზიის მოყვარულობა ძალიან დიდი საქმეა. ძალიან დიდი ამბავია თუ ადამიანი პოეზიის მოყვარულია მისთვის. შემოლექსებო გქონდეთ ყველას მსუბუქი ფრთები. ერთი და იგივე არის რა მუსიკა და პოეზია, მაგრამ ვინც ამას ჩატებს კიდევ არა კლასიკურ ლექსში, იგივე ვერლიფში, მუსიკის ხმა სადაც ისმის, ალბათ ეს ღმერთება არის. მე მაგალითად ასეთად წარმომიდგენია თქვენი ლექსი ვახუშტი კოდეტიშვილისადმი მიძღვნილი.
აი რაღაცნაირად ესე იგი სულ ისეთი აი რაღაცნაირად იკითხება თავიდან ბოლომდე რა რაღაც სულ მელოდიური არის და ამ დროს ვერლიბრია არ არის. კი, ვერლიბრია და საკმაოდ გრძელი ლექსია. იცით რა არის ბატონო თამას? საქმე იმაშია რომ ვერლიბრი რატომღაც ზოგს გონია რომელსაც გონია რომ ძალიან ადვილია ვერლიბრის წერა მოყევი რაღაც ამბავი და ლექსი დაარქვი ვერლიბრის საკმაოდ რთულია იმიტომ რომ შინაგანი მელოდია თუ არ შეიკრა ლექსი კომპოზიციურად თუ რაღაც ღერძი არ აქვს მას ხო ამებასავით გაიძღაბნება რა და თავისუფალ ლექსს აქვს თავისი მუსიკა შეიძლება ატონალური, სრულიად სხვანაირი მელოდია, სხვანაირია, აი ის სუფთა მელოდია, რომელიც კონვენციურ ლექსია, ის არ არის ვერლიბში, მაგრამ თავისი მუსიკა აქვს და შენ თუ ყურს არ გიფხაჭნის და სისხლს არ გადენს ყურიდან ვერლიბრი, ეს არის ნამდვილი ვერლიბრი. თავისუფლება სრული კი თავის დროზე მე რატო დავიწყე წერა რომ ჩემს თქვათ შინაგან სამყაროს იმ ცნობიერების ნაკადს იმ რაღაც შინაგან მონოლოგს მოერგო ყველაზე კარგად ეს ფორმა და არა მარტო თქვათ ამბოხის მიზნით თუმცა ამბოხიც ახალგაზრდას ახასიათებს რა თქმა უნდა და მაქსიმალიზმი სრულად აი ასეთია ვერლიბრი იმიტომ რომ იყო მოცარტი ხო და მერე იყო სტრავინსკი ხო აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა, მაგრამ როგორი კომპოზიტორია სტრავინსკი, მასაც ისეთივე აბსოლუტური ყური აქვს, როგორც მოცარტს, ხო? მაგრამ ხო არ შეიძლება ყველა მწეროს, როგორც წერდა მოცარტი, ბახი, ბეთჰოვენი, მუსიკა. ხო არ შეიძლება რუსთაველი გენიოსია, გალაქტიონი გენიოსია, მაგრამ არ შეიძლება ისევე წერო, როგორც გალაქტიონმა, ხო? არაფერი მე ვამბობდი, სადღაც მეწერა, რომ მეთქი ყველა ადამიანი რა ენასაც არ უნდა ლაპარაკობდეს ის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მოდის თავისი სამშობლოდან და ჩვენი ყველა ქართველი პოეტი მოდის რუსთაველიდან, იმიტომ რუსთაველი არის ჩვენი ლიტერატურული სამშობლო. აქედან მოვდივართ, საწყისი. ხო, ეს გონია და მაგრამ არ შეიძლება ისე წერა, სულ სხვანა გურამიშვილმა რა გააკეთა, ხო, გადაატრიალა ყველაფერი და რევოლუცია მოახდინა ქართულ ლექსში. როგორი ნოვატორია. ან ვაჟა-ფშაველა სრულიად სხვადასხვა ვაჟა-ფშაველა ჩემი კერპია. თანაც ჩვენ გვავიწყდება რა, რომ ჩვენ გქონდა ჰიმნოგრაფია, ოღონდ არა თავისუფალი, არამედ თეთრი ლექსი დაწერილი. ის უფრო მკაცრი რიტმიკაა დაცული იქ. მაგრამ ითვლებოდა მაშინ, რომ რითმა არის საერო ლექსი სამკაული, ხოლო საეკლესიო ლექსი უნდა იყოს ურითმო. და თავისუფალ ლექსში შეიძლება რითმაში გადაში. ყველაფერი შეიძლება. როგორც მურმან ლებანიძეს აქვს გალაქტიონმა თქვაო რომ პოეტები რომ შეიკრიბნენ და ზოგი ამბობს რომ ეს არის მთავარი, ზოგი ამბობს თანამედროვეობა, მოდერნი ვთქვათ რაღაც გალაქტიონი ამ ნიჭი ძამიკო ნიჭი. აი ეგ არის მე მგონი მთავარი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება ადამიანის და ყველაზე მთავარი და დასაფასებელი ერთგულება და თუ ამას გადავიტანთ სოციალურ ყოფაში ნონკონფორმიზმი. იმიტომ რომ კარგი ნიჭიერი ხალხიც, ინტელექტუალებიც ხშირად არიან კონფორმისტები და ბევრ სიკეთეს იღებენ აქედან. ეხლა ჩემ შემოქმედებაზე სხვამ უნდა ილაპარაკოს, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ტრაბახი რითით შემიძლია რაც დავიტრაბახო, კონფორმისტი არასდროს არ ყოფილი. არასდროს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ყოფილ ვარ, არავისგან სიკეთე არ მიმიღია და არც ვაპირებ ისე ტრაბახები ჩვენ აი ამით რომ კონფორმისტი არ ვარ. უყვართ ტრაბახი ქართულად. ხო, უყვართ, მაგრამ მე არ მიყვარს ძალიან ლუარსაბული ტრაბახები რა. ხო და არა მოხდა, აი მაგალითად მე დავწერე კიდეც, იცით, არ მინდა პოლიტიკური ელფერი გაერიოს, მაგრამ აბსოლუტურად არ ვდებ ამ ნათქვამში პოლიტიკას. მე ადრეც ვამბობდი, რომ რამდენჯერ პარიზში რო ჩავედი პირველად მახსოვს და ვნახე პომპიდუს ცენტრი, ანუ ბობური და ვიცი რომ პომპიდუ იყო ფილოლოგი განათლებით, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება რომ ფილოლოგი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. და შარლ დე გოლმა ის შექმნა, რა ქვია, ანთოლოგიაზე. კი, რასაკვირველია. კი, არა, ფრანგებზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, მაგრამ აი ფილოლოგი მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა განათლებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რამდენი წელი მესმოდა, როგორ ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა
აი სწორედ კულტურის და ხელოვნების მოღვაწეებს და ბევრი მათგანი ელემენტარულად გადაარჩინა შიმში. შიმშილს და სიკვდილს ახლა ის კი არ არის რომ ვთქვათ, ფუფუნები ცხოვრობდნენ. ეს იყო ერთ-ერთი სასიამოვნო ძალიან ისეთი მოვლენებია რომ გითხრათ რომ ვთქვათ, ბედნიერებას განმაცდევინებს შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ელგუჯას სიკვდილის მერე ნაკლებად მაქვს. თუმცა კი, აი, უნდა გითხრათ, რომ სინათლის სხივი ჩემ ცხოვრებაში არის ჩემი შვილიშვილი ელენე. ხო არ აქვს მიდრეკილება პოეზიის? არა, ექიმობა უნდა. ძალიან, თუმცა დედა და მამა ჩემი ექიმები იყვნენ, მაგრამ მე და ეკას ჩემ შვილს საერთოდ არა. მამა ჩემმა, აი ეს უნდა გითხრათ, შეიტანა ჩემი საბუთები, მე დავამთავრე ოქროს მედალზე სკოლა, შეიტანა სამედიცინოში. მე წავედი, გამოვიტანე და შევიტანე უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ეს მაშინ დიდი სითამამე იყო ჩემ დროში. ასეთი რამ რო გავაკეთე მამის წინააღმდეგ და მე, როდესაც უკვე დავბეჭდე ის ლექსი, ის საკრამენტული ლექსი, სადაც იყო რომ ფიროსმანს ყველაფერი უყვარდა ცადაარაყი და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და გაზეთი არ გამოდიოდა ჩემი ლანცღვის გარეშე და ცეკას პლენუმი არ ტარდებოდა, საწყალი მამა ჩემი ამდა, ხო გითხარი, შესულიყავი სამედიცინოზე. რა მოხდა, ჩეხოვიც ხო ექიმი იყო და გეწერა კიდეც, მაგრამ ყოფილიყავი ექიმიო, აი, ასეთი რამ. ბევრი რამ არის საინტერესო ხალბატონო ლია თქვენთან საუბრისას. ახლა თქვენ ახსენეთ წერან ფიროსმანი. მე ვიცი, თქვენ გასათუთებული გზნობა გაქვთ ამ სამყაროსი, რასაც გვია მხატვრობა, ძალიან კარგად ჩანს ეს თქვენ შემოქმედებაშიც. ხო და როგორც აი, არა მარტო მხატვრები, არამედ მოქანდაკეების თქვენი ოჯახის სულისა და ტრიალებს ძირითადად მოქანდაკეები, მხატვრები. და ჩემი შვილი მხატვარია. დიახ. აი, ვინც მოდის ახლა წერილებზე გითხარით და ახლა თუ გაქვთ იმის საშუალება რომ მათ დააგვირდეთ რომ როგორი ძალები მოდიან ამ ქართულ ხელოვნებაში. მუსიკოსები, მომღერლები ყველანი? არა, კი, მე მგონი იცით რა საქართველოს მაინც აი რაც არ უნდა ითქვას რომ არ შეიძლება ამის თქმა და არ არის და შაბლონად იქცა მართლა ნიჭიერი ხალხია ქართველები. მართლა ამას ვერ უარყოფ. მე მახსოვს პარიზში რომ ვიყავით გუჯი ამაშუკელი იცით ასეთი საფრანგეთში ცხოვრობს პარიზში საკმაოდ ცნობილი მხატვარია და იმან მითხრა რომ რა არისო სულ ამ ქართულ სულზე რომ ლაპარაკობთო აი შენს გიწერიაო პარიზზე მაქვს მე რაღაც პატარა ესე აი შენს გიწერიაო რა არისო ესო და თან მეუბნე იმის წინ მითხრა რომ გუჯი მეთქი რა კარგად ლაპარაკობ კიდე ქართულად იმიტომ რომ ჯერთი რუსული სკოლა აქვს რატომღაც დამთავრებული და მეორეც ამდენი წელია ცხოვრობს პარიზში, ხო? მე ყოველღამე 4 თავს ვკითხულობ. და მე ვთხარი ქართული სული იცი რა არის მეთქი? აი ყოველღამე 4 თავს რო გაკითხებს, აი ეს არის მეთქი ქართული სული და როგორ აწიახელებ. ამ დროს თვითონ სწორედ რასაც ქმნის ქართული სულის. რა თქმა უნდა. ის რომ აქვს რომ ნიშატი, იმიტომ არის კარგი და მშვენიერი რა. აბარა კიდევ ლექსი გვინდა. სონეტი წინაპრებს. მე ვიცი ახლა გაიღება 64-ის კარი, ერთი მინდორი კოინდარი ქონება მთელი, გამოანათებს ცომის გუნდა და ჩვილი ყველი, შარავანდედი გაწურული და უმარილო, უბრალო ქალის, თავწაკრული მშრომელი ქალის, ნატალიასი, მამის მხრიდან ჩემი ბებიის, მის ხელებს ქონდა ქინძის სუნი და ფერი ბიის, ტყემლის სიცხადე და ჯავარი უმძრახი წყალის, ხოლო დიდედას ვარდი ეცხო, ია ესხურა, ციციშვილების გაქანები და ოქროს ძაფით, სიტყვებს მიმაბა, მომისაჯა სალი კლდეობა, მეორე მშრომა, თავწაკლული სუფთა გლეხური, ხოლო ორივემ მარტოობა ისეთი მძაფრი, ხოლო საქონელს რომ იყვება სასაკლაუზე. აი ახლა რომ ჩვენი საუბარი ასე ლამაზად დავასრულოთ. ძალიან ერთი რამ ლექსი. ისევ სონეტი. ხო. და ნაკლებად იცი საზოგადოებამ ჩემი სონეტები. ვერ გავაკეთე ვერაფერი ტანჯვის გარეშე, რა სისხლი მერგო მე ასეთი ან რა გენები, ასანთის ალში მელანდება ცეცხლის გენია, ასკილის ტოტი ეკლიანი ყვავის თვალებში, კი ეს სიბეცე მაიძულებს შევხედო ისე, დღეებს და სიტყვებს გულს ვახოხებ თითქოს მიწაზე, ან გავჩუმდები, ან მოვკვდები, არ დამიწესა ღმერთმა საზღვარი, ამოსუნთქვის ვერ გავხდი ღირსი,
ვერ ვუშეგირდე ზომიერად მოვერცხლილ ყელებს, თეთრი შაქარი თეთრ კბილებში ტოვებს შავ ნაპრალს, მე ეს მაგიჟებს, სხვა სახელის ლითონი, დაფნა, რომელსაც მართმევს მომხვეჭელი მოვლილი ხელი, თავზე კი მაინც ვერ მოირგებს, სანამ მე ვყევარ და შემიძლია მიწავ ჭამო და ლექსი წერო.